მოგესალმებით საქართველოს ძირძველ კუთხეში, რომელიც ჩვენი ქვეყნის თვითშეგნების, რწმენის და კულტურის ნიშანსვეტად აქცია ისტორია. თითქმის ყველაფერი, რითაც ვამაყობთ, ამ მხარესთანაა დაკავშირებული. სამშობლოსთვის თავდადებული გმირები, წმინდა ნინოს გზა, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ვეფხისტყაოსანი, ჩვენი ოპიზრები, უძველესი და გამოუცნობი მეგალითური ნაგებობები, ყველაფერი, რაც სიამაყით გვავსებს, ამ კუთხესთანაა გაიგივებული. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის სულიერი საყრდენი კიდევ ერთხელ დადგა სასიცოცხლო საფრთხის პირისპირ, სათუ არა აქ, სამცხე ჯავახეთში უნდა მივაპყროთ ჩვენი მზერა, ჩვენს ისტორიას, რომელიც როგორც ილია ამბობდა, ასაზრდოებს ჩვენს აწყოს და შობს ჩვენს მომავალს. დღეს, როდესაც პირდაპირ დაუფარავად, ურცხვად ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, საქართველოს ეს კუთხე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უფლის რწმენით, სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები და ერთად აშენებდნენ მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოს. მეგობრებო, ისტორია და სარწმუნოება არის ის ორი უმტკიცესი საყრდენი, რომელსაც ყოველთვის ეყნობოდა და კვლავაც დაეყნობა ჩვენი საზოგადოება. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ავის სურველნი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და რწმენის შერყევას. უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც ძვირფასია, უნიკალური და თვითყოფადი. მათი მიზანია ფესვებს მოწყვიტონ ადამიანი და სულიერად გამოაცარიელონ. რადგან გათითქებული ეროვნული მეხსიერების გარეშე დარჩენილი ერი სახეს კარგავს და ის აღარც არის ერი. იდენტობა დაკარგული ხალხი კი ადვილი სამართავია. ძალა, რომელიც ჩვენ დღეს გვებრძვის, გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი უნიათო ოპოზიცია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მშვიდობის სახელით მოგვიწოდებს ომისკენ, ტოლერანტობის სახელით ებრძვის სარწმუნოებას, ინდივიდის სახელით ანადგურებს ადამიანს. თავისი არსით ეს არის თანამედროვე ბოლშევიზმი, რომლის პირველი სამიზნე ჩვენი რწმენა და ჩვენი ისტორიაა. კარგად ხედავთ, როგორი კამპანია აქვს გაჩაღებული შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით. როგორ ებრძვიან ხატებს, როგორ ცდილობენ ჩვენი დედა ეკლესიის დაზიანებას და სახელის გატეხვას. იგივე ხდება, როდესაც ცდილობენ, რომ გადაგვიწერონ ჩვენი ისტორია. მეფე ერეკლე მოღალატედ გამოგვიცხადონ. ფაშისტთან ნაბრძოლ გმირებს გამარჯვების საზეიმოდ ახალი თარიღები დაუდგინონ. საბჭოთა დროს ჩვენი მშობლების, მათი მშობლების ნაშრომს ხაზი გადაუსვან, მათ კი ყავლგასული თაობა უწოდონ. არდა სწორედ ჩვენი მშობლების თაობის დაუღალავი შრომით, ადამიანობის, გამბედაობის წყალობით გვაქვს ის ყველაფერი, რამაც შეგვაძლებინა ქართული სახელმწიფო ჩამოგვეყალიბებინა და მისი დამოუკიდებლობით გვეამაყა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ხის სიმაღლე მისი ფესვებიდან იზომება, რომ ჩვენი წინათაობების მხრებზე ვდგავართ. მხოლოდ ასე მშობლების და წინაპრების პატივისცემით და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებით შევძლებთ მომავლისთვის თვალის გასწორებას და საქართველოს ისტორიის ღირსეულად გაგრძელებას. მეგობრებო, საქართველოს მომავლის აძიებლად არ სჭირდება უწარსულო მაწანწალასავით უმიზნოთ ხეტიალი. ჩვენი მომავალი ჩვენსავე წარსულშია ჩაბეჭდილი, რომელმაც გამოცდო, დააბრძენა და დააღვინა ჩვენი ერი საიმისოდ, რომ დინჯად და თანმიმდევრულად აშენოთ მშვიდობიანი ხვალინდელი დღე. კარგად ხედავთ, რომ ისტორიის, ჩვენი წინათაობის, დამსახურებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლამ ოპოზიცია დაუპირისპირა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. ოპოზიციის თითოეული ძალადობრივი აქტი, მათ მიერ შეურაცხყოფილი თითოეული ხატი თუ პატივსაცემი ადამიანი იმაზეა გათვლილი, რომ საზოგადოება დაცარიელდეს სულიერად, გონებრივად, კულტურულად, გაქრენ მორალური ავტორიტეტები, მოიშალოს საზოგადოებრივი ფუნდამენტი, ოჯახი აღარ ოჯახობდეს, უფროსი თაობა აღარ იყოს პატივსაცემი, უარი თქვათ საკუთარ ისტორიაზე. დღეს ჩვენი ქვეყანა ნინოს გზას გადის. ეკლიანს, ტკივნეულს, განსაცდელებით სავსეს. გარედან მართული ოპოზიცია აგრძელებს ქვეყნის და საზოგადოების მყევას. ყველა კარგად ხედავთ მათ ცალკმად წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. ისინი თავს აწონებენ უცხოელებს და არა საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ მათ ძალაუფლება სჭირდებათ არა ქართველი ხალხის ნების გასატარებლად, არამედ იმისთვის, რომ ქართველი ხალხი სხვა ხალხების ინტერესებს დაუქვემდებარონ.
ჩვენ სულში სხვებს ხელები აფათურებინონ, საკუთარ ოჯახში სტუმარი ათავკაცონ, ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა კი წითელ ხალიჩაზე გაცვალონ. ამიტომ არის 26 ოქტომბერი დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმი. ამიტომ გადაწყდება 26 ოქტომბერს. ღირსეულად გავაგრძელებთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, თუ ვიქცევით სხვათა ნების შემსრულებელ პერიფერიად. ამიტომ უნდა ისმოდეს 26 ოქტომბერს სოფლად და ქალაქში, მთაში და ბარში, აღმოსავლეთში და დასავლეთში. ჩვენი მთავარი პირობა მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი.